გორდონი როა უკრაინელი ჟურნალისტი. ემიტიფია იმენა. სააკაშვილი დოა არის ჩემი. სააკაშვილის ფანიდან. როგორც უკრაინა ფაშისტურ რუსეთს დაამარცხებსო, მერე დაიცემა ივანიშვილის რეჟიმი. ეხლა ნახე როგორი ფან-კლუბია, როგორი ფანი არის სააკაშვილის. ნახე რა აბსურდში არის. რა ტყუილში ცხოვრობს ნახე. მე ზიზღება საქართველოს ლევანდელი ხელისუფლება იმისთვის რომ საპყრობილეში ყავთ დიდი ქართველი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მან გაღატაკებული ჩამორჩენილი კრიმინალით სავსე ქვეყანა 10 წელიწადში აკმავებულ სახელმწიფოთ აქცია რომელსაც დასავლეთში პატივს სცემდნენ აკმავებულ სახელმწიფოთ აქცია რომელსაც დასავლეთში პატივს სცემდნენ ხა ნახე როგორი აკმავებულ სახელმწიფო იყო 1,200,000 ადამიანი იყო სიღატაკის ზღვარს მიხდა ოფიციალურად როგორ ტერორში ამყოფებდნენ ბიზნეს, მედიას, მწვრილ ბიზნეს, ხულ ბიზნეს, ყველა ხალხში ცხოვრობდა 300,000 პრობაციონერი ყავდა. საკანში 6 კაციან საკანში 30-40 კაცი იყო, 35,000 პატიმარი იყო ახლა 35,000-მდე. ეხლა 9,000-ია ის შედარებისთვის. და წარმოიდგინე, კიდე რამდენი საშინელება ხდებოდა და ეს მართალია იმას რო იძახისო დასავლეთი აქ კი დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდა დასავლეთი სააკაშვილს და ეხლა მაგალითად აი და თან ბოდიში ამ ეხლა რაც ჩამოთვალე ამაზე საერთოდ ხმას არავინ არ იღებდა. საერთოდ თითქოს არაფერი არ ხდებოდა და ეხლა მაგალითად აი მზია ამაღლობელს რო დაიჭირეს ატო ყავ დაჭერილიო ციხეშიო და პრემიებს აძლევენ მზია ამაღლობელს და გრანტებს. ხო, არა, გრანტების გარდა პრემიებს, რაღაც ჯილდოებს და რაღაცებს აძლევენ და ერთ ამბავში არიან როგორ ბედავთო სახაროვის პრემია ხო აიღო. ხო, და როგორ ყავთო ის ციხეშიო მზია ამაღლობელიო და იმაზე მაშინ ხმას არავინ არ იღებდა ეს ხო ძალიან უტიფრობა ეს ხო ანუ ხალხი გამო ვინ ფოტოგრაფები რო დაიჭირა გახსოვს აი ხა და 2012 წელს ხო ღალატში ფოტოგრაფები არაფერში ვაფშე სურათის გადაღების აი სიმართლე რო აჩვენეს მაგის გამო აი 2026 მაისის დარბევის სურათები რო გადაიღეს და აჩვენეს ხალხო თქვენ ვაფშე აი ანამუსით და ეს ვაფშე ანამუსით იღებს ხმას ციხიდან პოსტებით გამოდის რომ ამდენი პატიმარიო რა ამბავ 30,000 პატიმარი ყავდა ტიპ ბიჭო ყველა პატიმარი იყო 300,000 პრობაციონერი რას ნიშნავს ეს პატარა ქვეყანაში ანუ ყველა ოჯახში ვიღაცა დაჭერილი ყავდათ ყურებით ყველას ხო მე აშანტაჟებდნენ მაგათ და მე ხმის მიცემას აიძულებდნენ და აი გამოუპირობის მოუხსნი და აი ყველა მაგაში ყავდათ ზუსტად ამაში ყავდათ ყველა